გაუსვათ ხაზი ქართულ ჯარში დამკვიდრებული ურთიერთპატივისცემის ანტებო გაბრალებოდა რიგითებო პატივცემულო სტუმრებო ქალბატონებო და ბატონებო აბარების ცერემონიას ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანობის ბებას სარეზერვო სამსახურში სხვადასხვა ფორმით ეზიარება ჩვენი ახალგაზრდა მე ასევე ხაზი მინდა გავუსვარო ეს არ არის მარტო ცერემონია საუკეთესო მაგალითი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მე მინდა განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა გვარდიის დაფა და მინდა წარმატებები გისურვა ბატონო დიდი მადლობა დიდი მადლობა ბატონო დღეს ჩვენ მონაწილე ვართ თავდაცვის ძალებში უკვე ტრადიციად ქცეული ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ გავიზიაროთ და გავუსვათ ხაზი ქართულ ჯარში დამკვიდრებული ურთიერთპატივისცემის ინსტიტუციური მემკვიდრეობისა და გაგრძობადობის მნიშვნელობას. დღეს ამ საზეიმო ღონისძიებაზე მინდა მივესალმო ბრიგადის ახალ მეთაურს, გამოცდილ სამხედროს ვიცე-პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს და წარმატება უსურვო მას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პოლკოვნიკ ზაზა მჟავანაძეს, რომელიც თავდადებით და უანგაროდ ემსახურებოდა ქვეყანას, ხელმძღვანელობდა ბრიგადას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის გაძლიერებასა და განვითარებაში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ეროვნული გვარდიისა და მისი დანაყოფების ნაყოფიერი და ფასდაუდებელი სამსახური კრიზისებზე რეაგირებისა და მხარდაჭერის კუთხით. ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სხვადასხვა დროს აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიური მოვლენების, გამკლავებისა და ძებნა-სამაშველო ღონისძიებებში. სასიხარულოა, რომ წარმატებით გრძელდება ტერიტორიული რეზერვის პროგრამა, იზრდება რეზერვისტთა რაოდენობა და ტერიტორიული ბრიგადების შესაძლებლობები. ასევე ვითარდება რეზერვის სისტემა, რომლის ამოცანაა შეიქმნას ქვეყნის ძლიერი რეზერვის საფუძველი. წლევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ინსტიტუციური რეფორმა უკვე განმახორციელეთ, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედა და რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მათზე მორგებული ვადებით, გაზრდილი ანაზღაურებითა და რეალური საბრძოლო მომზადების პირობებით ემსახურონ ქვეყნის თავდაცვას. მინდა გითხრათ, რომ ამ მოკლე პერიოდშიც კი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი შედეგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი რეზერვის შესაქმნელად. ჩვენ გავაგრძელებთ ტერიტორიული რეზერვის და ზოგადად ეროვნული გვარდიის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, სასწავლო ცენტრების განვითარებასა და აღჭურვას შესაბამისი საშუალებებით. მოქალაქეთა მიერ ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩართულობის მოთხოვნა მზარდია, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს. ამიტომ ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფთ მოქალაქეთა სურვილის დაკმაყოფილებას იმსახურონ ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში და ემსახურონ ჩვენ სამშობლოს. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაუხადო მეათე ტერიტორიული თავდაცვის ყოფილ მეთაურს პოლკოვნიკ ზაზა მჟავანაძეს წლების განმავლობაში გაწეული შრომისათვის და უსულო მას წარმატებები. ასევე მინდა მეათე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს მიულოცო მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვებ მას ღირსეულ სამსახურს. მინდა მადლობა გადაუხადო ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას, ბრიგადის გენერალ ჯოხაძეს გატარებული რეფორმებისთვის, რომელიც ეროვნულ გვარდიაში ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას მოყვა. და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ თავდაცვის მინისტრს დღეს ჩამობრძანებისათვის ამ ღონისძიებაზე დასწრებისათვის და დაფასებისათვის იმ ღვაწლის, რომელიცაც თითოეული ჯარისკაცი ახორციელებს სამშობლოს დაცვის გზაზე. რამდენიმე წელია უკვე თავდაცვის ძალებში დამკვიდრდა ეს ძალიან კარგი ტრადიცია მეთაურის გადაბარების ცერემონია. მე ასევე ხაზი მინდა გავუსვარო, ეს არ არის მარტო ცერემონია, ეს არის ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და შემდგომში საჭიროების შემთხვევაში ერთად ბრძოლის საუკეთესო მაგალითი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებულ სტუმრებს, რომ მობრძანდით და ესწრებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. მოინახულეს ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე დაათვალიერეს განახლებული ავტოპარკი. ასევე ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ჯოხაძემ ბატონ მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს გააცნა მიმდინარე პროექტები, დაგეგმილი ღონისძიებები, რაც უნდა ჩატარდეს ბაზაზე.